რომელსაც ახლა მე უნდა წარვადგინო აისის რუბრიკა და ჩვენთან ერთად არის ლელა ცისკარიშვილი, მაგრამ სანამ ლელასთან გადავალ, უნდა ვთქვა აისის შესახებ აუცილებლად სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე, ფეისბუქზე შეგიძლიათ და follow-ot, გაყვეთ, გამოიწეროთ, არ გამახსენდა ქართული სიტყვა რაც ცუდია. სრულიად უფასოდ არის ინფორმაცია, ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება და აუცილებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდსაც, რომელიც ჩემი საყვარელი ვებგვერდია უკვე დიდი ხანია. მოგესალმები კიდევ ერთხელ ლელა, სტუმართან ერთად ხარ შენც მოსული, ხო? ლელა მშვიდობის, მე ძალიან მიხარია, რომ დადგა ის შაბათი, როდესაც აისის რუბრიკა გვაქვს. ექიმი მიყვავდა წინა რუბრიკაში, ეხლა უკვე ფსიქოლოგებზე გადავედით და ჩემი დიდი პატივია, რომ წარვადგინა ია შეყილაძე, ჩემი ძალიან ახლო კოლეგა, მეგობარი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი, კლინიკური სოციალური მუშაკი და ვიტყოდი, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი კვებითი აშლილობების. ეს არის კვებითი აშლილობები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ნელ-ნელა უფრო და უფრო ვრცელდება ცოდნა და ინფორმაცია, თუმცა მაინც სათანადოდ, ასე ვთქვათ, განათლება და ფსიქოგანათლება ჯერ არ გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა არის რისკ ფაქტორები, რა არის დამცავი ფაქტორები, როგორ მართოთ, ასე შემდეგ და ამაზე სალაპარაკოთ, სწორედაც რომ მოვიწვიეთ ია. დიდი მადლობა ია მოსვლისთვის, რომ გვესტუმრა შაბათ დილა გადადე ასე ვთქვათ იმისთვის, რომ გავანათლოთ ჩვენი მაყურებელი და პირველ რიგში მოგმართავ ასეთი კითხვით, ხო, რომ განვსაზღვროთ რა არის კვებითი აშლილობა, რა ტიპის კვებითი აშლილობა არსებობს. გამოვლინებების ხო? ხო, და მე ნელ-ნელა ვისაუბრებ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ვაფასებ იმას, რომ ცდილობთ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით და განსაკუთრებით ალბათ კვებითი აშლილობების მიმართულებით, ვინაიდან ფსიქიკურ აშლილობებს შორის კვებითი აშლილობები მაინც განსხვავდება იმით, რომ ეს არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც თქვათ ყოველთვის იყო და ჩვენი საზოგადოება მას კარგად იცნობდა, ძალიან არის დაკავშირებული განვითარებულ ქვეყნებთან და განვითარებულ საზოგადოებებთან და აი წინა საუკუნეში მაგალითად სპეციალისტებმაც არ ვიცოდით რა იყო კვებითი აშლილობები. მე-20 საუკუნეში. მე-20 საუკუნეზე ვამბობ, ხო. შესაბამისად მართლაც მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი. ახლა რომ განმარტოთ კვებითი აშლილობები, შეიძლება ითქვას ზოგადი განმარტება ასეთია, რომ ეს არის საკვების მიღებასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ქცევები, ემოციები, კოგნიციები, ანუ აზრები, რომელიც გამოიხატება, ასე ვთქვათ, არაჯანსაღ ქცევათა მთელ სპექტრში. ეს შეიძლება იყოს ერთი უკიდურესობა საკვების მიღების სრულიად შეზღუდვა, ეს შეიძლება იყოს პერიოდები, როდესაც ადამიანი კარგავს კონტროლს საკვების მიღებაზე და ის ძალიან დიდი რაოდენობით საკვებს მიიღებს და შემდგომში ხშირად ამას მოყვება ხოლმე ის, რომ ის ცდილობს მაქსიმალურად დააკომპენსიროს საკვების ესეთი დიდი რაოდენობით მიღება არაჯანსაღი ქცევით, როგორიც არის ვთქვათ ხელოვნურად პირღებინების გამოწვევა, ასე ვთქვათ, გაწმენდა ხელოვნური კუჭნაწლავის და ასევე ვთქვათ, არაჯანსაღად დიდი რაოდენობით და ინტენსივობით ვარჯიში. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სპექტრი, ასე ვთქვათ, კვებასთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, ქცევებისა და დარღვევებისა და ნუ ყველაზე ცნობილი ამ ჯგუფში არის ანორექსია, ბულიმია და ბოლო პერიოდში ასევე დაიმკვიდრა სახელი და ადგილი უკონტროლო უზომო ჭამის აშლილობამ და ალბათ ორიოდეს სიტყვით აუცილებლად თითოზე ვისაუბროთ და განსხვავებაზე. კი ბატონო, განსხვავებაზეც. ისე ზოგადად აი დამახასიათებელი კვებითი აშლილობებისთვის როგორც აღნიშნე, ერთის მხრივ ეს არის ზოგადად საკვების მიღებასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ქცევები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასევე, თქვათ, ანორექსიის და ბულიმიის შემთხვევაში დამახასიათებელი წამყვანი არის უკიდურესი შფოთვა და შიში, ასე ვთქვათ, წონაში მომატების მიმართ და ადამიანი ძალიან თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ზედმეტად მისი თვითღირებულება, მისი თვითშეფასება არის დამოკიდებული მის ზომაზე და ფორმაზე.
რას განაპირობებს ამასია რომ გეკითხო ვიცი რომ მრავალი ფაქტორი და ესეთ ბინარული დამოკიდებული კი ბატონო მაგას დაუბრუნდები ჯერ აი ამ სამემას განმარტავ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხარ რასაც ლელა კითხულობს მოკლედ ანორექსიის შემთხვევაში აუცილებელია ანუ ეს კრიტერიუმითაც გამიჯნავენ ამ მდგომარეობებს ანორექსიის შემთხვევაში სხეულის მასის ინდექსი ანუ ადამიანის წონა ძალიან დაბალი უკიდურესად გამხდარი ნორმაზე დაბალი მაგრამ მიუხედავად ამისა ხშირად ამ ადამიანს თითქოს ერთი შეხედვით რომ უკიდურესად გამხდარს და ასე ვთქვათ პარადოქსულია რომ აქვს ძალიან დიდი შფოთვა და შიში წონაში მატების და ის მაქსიმალურად ცდილობს რომ შეზღუდოს საკვები და ყველაფერი ეს სამივე აშლილობა რატომ არის აშლილობა იმიტომ რომ ის ძალიან სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ფიზიკურ ჯანმრთელობას და ეს არის ანორექსია არის ყველა ფსიქიკურ აშლილობათა შორის ყველაზე მომაკვდინებელი ანუ ყველაზე მაღალი სიკვდილის ოპიოდების მიღების შემდეგ ხო შემდეგ ანორექსია არის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათი იმიტომ რომ თუ ეს უკიდურესი ფორმა არის ორგანიზმი აბსოლუტურად ყველა ორგანო იმდენად ზარალდება რომ შეიძლება პროცესი იყოს შეუქცევადი და ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდეს ეხლა თქვათ რა ახასიათებს ბულიმიას ბულიმიის დროს აუცილებელია რომ ნუ კრიტერიუმებში ესე არის რომ სახეზე უნდა იყოს ეს უკონტროლო უზომოჭამის შეტევები რომლის დროსაც ადამიანი ეს მაინდა-მაინც ეს არ არის შემთხვევა რაღაცა საჭმელი რო გვიყვარს და ძალიან ბევრს შევჭამთ რომ ვიტყვით აუ გავსკდი როგორ შევჭამთ ეს ის შემთხვევა არ არის ანუ კარგავს ამ საკვების მიღების პროცესში საკუთარ თავზე კონტროლს და საშინლად გზნობს თავს როგორც წესი. ანთან თვითონაც ცუდად გზნობს თავს რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც აგზელებს. აგზელებს და ეს ულუფა არის აი როგორ გითხრათ, აი იმ საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობს, თქვათ, იმ სქესის ან იმ ასაკის ადამიანისთვის უკიდურესად დიდი, მაგალითად მთელი ერთი ქვაბი ლობიო რო შეჭამო და კიდე ორი დიდი ეს მუდმივად უნდა გრძელდებოდეს? იმისათვის რომ ეს დიაგნოზი დაისვას, სულ მცირე კვირაში ერთხელ ადამიანს აქვს ეს ყველაზე მსუბუქი ფორმა, აი ამ ტიპის შეტევები და ამას მოყვება ის ქცევები, კომპენსირებელი არაჯანსაღი. ანუ ღებინება, ან გაწმენდა და ლაქსატივების მიღება ძალიან ბევრი ვარჯიში. ეხლა აი ბულიმიასა და უკონტროლო უზომოჭამის საშუალებას შორის სხვაობა ის არის, რომ აი ეს საერთო ის არის, რომ იქაც არის ეს შემოტევები უზომო უკონტროლო ჭამის, მაგრამ არ არის აი ეს მაკომპენსირებელი ქცევები. ამიტომ როგორც წესი ეს ადამიანები უფრო ჭარბწონიანები არიან. შტატებში ვიცი რომ წამყვანი აშლობა კვებითებს შორის ეს უკონტროლოს ბინჯი. ხო, უკვე ალბათ გახდა ეს წამყვანი. თუმცა ისტორიულად ეს ყველაზე ბოლოს ხო, უფრო ემოციური კვება არის. მე მგონი ეხლა დაარქვეს სახელი უბრალოდ ბოლო პერიოდში დაარქვეს სახელი. ბულიმიის შემთხვევაში ადამიანი როგორც წესი არის, მისი წონა ნორმაშია. შეიძლება ოდნავ ზედმეტი იყოს, მაგრამ ის ვერ ამოვიცნობთ ასე, ამიტომ ბულიმია უფრო ესეთი გასაიდუმლოებული მდგომარეობა, როგორც წესი ჩვენი რაღაც ზიანდება. ძალიან ბევრი რამე ზიანდება, რა თქმა უნდა. გზებს მიმართავენ ადამიანებს. კი ბატონო, ეხლა წარმოიდგინეთ ხელოვნურად მუდმივად რომ იწვევ პირღებინებას, ანუ იქ რამდენი ძალიან ბევრი ორგანო ზიანდება. ანორექსიის შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან გამხდარია, უფრო თვალსაჩინოა და ანორექსიაც შეიძლება იყოს ბულიმიის ტიპის, ანუ როდესაც არის ესეთი შიმშილობის პერიოდები და არის ასევე, თქვათ, ესეთი უკონტროლო უზომო ჭამის პერიოდები. თუმცა წონა არის ნორმაზე დაბალი. ანორექსიის შემთხვევაში ვიცი რომ ხშირად სპეციალურად ისე იცმევენ რომ დამალო. კი ბატონო. და როგორც წესი ანორექსიის შემთხვევაში უფრო მეტად ადამიანს თვითონ ესეთი კრიტიკა ნაკლებად აქვს, უფრო მეტად, თქვათ, მშობელი მიიყვანს ექიმთან და ზოგადი ექიმი არის ხოლმე პირველი სპეციალისტი, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებია, ციკლის შეწყვეტა, იმიტომ რომ ძალიან დაბალ წონეზე. ან არ დაწყებაც ხო კავშირში? შეიძლება, ხო, გააჩნია ორგანიზმში იმდენი ცვლილება არის. იმდენი ცვლილება არის, რომ როგორც წესი მშობელი, თქვათ, ექიმთან მიიყვანს, რომ თავისი ფეხით უფრო ნაკლებად ხდება სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, სპეციალისტთან მისვლა.
დაისულა. ისაუბროთ ხომ რისკ ფაქტორებზე. კი ბატონო, ეხა კი ბატონო და მე რა კითხვაც ლელამ დასვა მნიშვნელოვანი. ზოგადად ეს აი განსაკუთრებით ანორექსია არის უფრო მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი, ანუ ითვლებოდა რომ აი საწყისი ასაკი სტატისტიკურად თქვა იმ ქვეყნებში სადაც ამ მსგავსი სტატისტიკა იწარმოება, თქვა 10 წლის წინ გამოვიდა ბოლო გადასინჯვა, ხო, ამერიკის DSM-ის, ხო, დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს ფსიქიკური აშლობების და იქ რო ჩავიხედოთ ეწერება რომ დაახლოებით 15-19 წელი არის დასაწყისი და ბულიმიაზე ცოტა უფრო 16-21, მაგრამ დღესდღეობით ახლა მე რაც წამიკითხავს თქვა ახალი კვლევები და განსაკუთრებით COVID პანდემიის პერიოდში და შემდეგ ძალიან გაახალგაზრდავებულია. აი კონკრეტულ ადამიანებს ვიცნობ ძალიან პატარა ხო 13 წლიდანაც და საქართველოშიც მიუხედავად იმისა რომ ჩვენ მსგავსი სტატისტიკა არ გაგვაჩნია, აი კოლეგების მიმართვიანობა კვებითი აშლილობების გამო ძალიან გაზრდილია და აი ზუსტად ესე 13 წლის ბავშვი 14 ეს კორონა პანდემიის პერიოდს დაემთხვა ამის შემდეგ არის? ნუ აი კვლევები აჩვენებს რომ პანდემიამ ზოგადად ძალიან დააზიანა ბავშვები და მოზარდები და ნებისმიერი სტრესი ზოგადად მოგეხსენებათ სადაც გვაქვს მოწყვლადობა იქ რაღაცნაირად გვიბიძგებს ხო და როგორც ჩანს ესეც ვისაუბრეთ ფაქტორებს, ვთქვათ, ერთ-ერთი სოციალური კი ბატონო, მშობლებზე ვისაუბრეთ, აუცილებლად ეს მისწრაფებაზე ორიენტირებულობაზე და მშობლები, რომლებიც ითხოვენ შვილებისგან, რომ საუკეთესოები უნდა იყვნენ, წარმატებულები საუკეთესო სკოლაში მოხვდნენ. აი მოდი ვისაუბროთ. კი, აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ახლა ჩვენ სფეროში ჩვენ ვიცით რომ აბსოლუტურად ყველა ფსიქიკური დაავადება არის ბიოფსიქოსოციალური, თუმცა მე ვიტყოდი რომ აი კვებითი აშლილობები აი განსაკუთრებულად სოციალურია. და ზუსტად ალბათ ეს იმითაც არის განპირობებული, რომ თქვა წინა საუკუნეში არ გქონდა. ხა 90-იან წლებში საჭმელი არ გქონდა რა კვებითი აშლილობები გვექნებოდა. ანუ რა იგულისხმება ამაში? რა თქმა უნდა არის ბიოლოგიური მოწყვლადობა, არის ფსიქოლოგიური მოწყვლადობა, მაგრამ საზოგადოება, სოციუმი, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს აი ამ გარეგნობაზე, რომელიც თავს გახვევს სილამაზის რაღაც არარეალისტურ სტანდარტს, ხშირად ზოგადად სტანდარტულ სილამაზეს. ხო, στანდარტულ სილამაზეს და უკვე ეს სილამაზის სტანდარტებიც აი 10 წლეულების მიხედვით როგორი შეცვლია ჩვენ ბავშვობაში რო იყო ესეთი ბუთხუზა ჩვენ შორის განსხვავება ჩვენ ბავშვობაში პირიქით იყო მე 90-იანების ბავშვი ვარ და სუპერმოდელები იყვნენ მაშინ და თვითონაც კეიტმოს თვითონ ქონა კვებითი ანორექსია. მაშინ იყო ნორმალიზებული. ჩვენ მაწონში ხსნად ყავას ვიყიდით და ვცდილობდით რომ რაღაცაო. და ჩვენ ბავშვობაში დიეტა მე ყოველთვის ძალიან გამხდარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ხომ ყავდნენ ახლა რა ვიცი მეგობრები და მე არ მახსოვს რომ ბავშვებს გველაპარაკა დიეტაზე. და თოჯინებიც როგორი იყო რაღაცნაირი. ბარბის თაობა და ეს ბარბი 10 წლეულიდან აწოლოდა კიდე უფრო წვრილდება. აი იმიტომ არ მიყვარს ეს. ხო, ამიტომ მოდით აი ხა გავიაზროთ რა არის რისკ კულტურა, თუ შეიძლება სუბკულტურა, სადაც ყვავის შეიძლება ესეთი კარგი საფუძველი იყოს კვებითი აშლილობებისთვის, სამოდელო სფერო. ძალიან ბევრჯერ გაგვიგია, აი მაგალითად ძალით გამოწვეული ღებინებებიც მასთან სხვა გზები, იმის რომ ძალიან ბევრს ჭამენ. ყოფილა ასეთ შემთხვევები მე გამიგია ბევრი და მე ამის კომპენსაციისთვის აკეთებენ ამას. კი ბატონო და არაერთი მოდელი დაიღუპა. კი, იყო ეს შემთხვევები. ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევები, სამწუხაროა, ხო, რომ მაინდამაინც ვიღაც უნდა დაღუპულიყო, რომ შეეცვალა სტანდარტების სამოდელო სფერო მე რიგით მოზარდებზე ვისურვებს პატარა. ხო, ანუ ჩვენ თავს გვახვევენ აი ამ ტელევიზია, საკაბელო ტელევიზია, ინტერნეტი, ბავშვი იბადება და უკვე ესე იგი თავს აქვს მოხვეული რა არის სილამაზე და როგორი უნდა იყოს, ხო? და პლუს თუ აირჩევს ასეთ სფეროს და იგივე ხავ თქვათ შოუ ბიზნესი, აი ტელევიზიაც მე ვიტყოდი, იმიტომ რომ თქვენ ისეთ სფეროს წარმოადგენთ, რომ მნიშვნელოვანია რომ კარგად გამოიყურებოდე, ხო? და თუ თქვათ მოცემულ საზოგადოებაში კარგად გამოიყურებაში იგულისხმება ის, რომ მაინდამაინც რაღაცა სტანდარტულად გამხდარი უნდა იყო, ხო? ეს ბუნებრივი ადამიანის თვითდამკვიდრებისთვის, კარიერული წინსვლისთვის ეს სჭირდება და უფრო მაღალი აქვს ფოთვა, რომ შეინარჩუნოს დააკმაყოფილოს ცალკეული სტანდარტი. სპორტი, ბალეტი, ესეთი, მოკლედ ეს სფეროებია, სადაც როგორც წესი უფრო მაღალია კვებითი აშლილობების გამოვლენა. ანორექსიის უფრო თუ ანორექსია, მაგრამ ორივესი შეიძლება ძალიან ხშირად ეს ანორექსია ბულიმიაში გადადის სპექტრია. ხო თუ წონასში მოვიმატებ, მე ჩემი დიაგნოზი იქნება ბულიმია.
ეხლა რაც შეეხება ოჯახს და აი ზოგადად აი ღირებულებებს მართლაც შეიძლება აი მაგალითისათვის ბავშვს მშობელი არასდროს არ ეუნება რომ აი როგორ გამოიყურები დაიკელი რაღაცა, მაგრამ თუ ის მუდმივად სხვა ადამიანების შეფასებისას, ესე იგი ამ კრიტერიუმს ეყრდნობა და ხო, შეიძლება პირდაპირ არ მიემართება, მაგრამ პირდაპირ არ მიემართება, მაგრამ ადამიანი ამას ხო გრძნობს, სკოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და აი განსაკუთრებით ესეთი დასავლური ორიენტაციების სკოლები მე ვიტყოდი სავარაუდოდ ხე მე ეს კვლევა არ გამიკეთებია, მაგრამ თბილისშიც ალბათ აი ამ ევროპული, ამერიკული ესეთი სკოლები, კერძო სკოლები როგორ განსაკუთრებით ესეთი ინგლისურენოვანი და ეს ფრანგულ და გერმანულენოვანი, შესაძლებელია იქ უფრო იყოს აი ტენდენცია ამისკენ და აი როცა არის მეტოქეობა, ესე იგი აი შფოთვასთან ძალიან შეჭიდულია, ხო რა თქმა უნდა ეს კვები კონკურენცია, ხო და ვინ უფრო წარმატებული იქნება. ხო, ვინ უფრო წარმატებული იქნება. ძალიან ხშირად აი უცხო ქვეყანაში და უცხო კულტურასთან შეგუების პროცესში აღმოცენდება კვებითი აშლილობები, განსაკუთრებით როცა ეს უცხო კულტურა არის დასავლური კულტურა და მე მგონია რომ საქართველოში აი ძალიან სჭირდებათ ჩვენს მოსახლეობას ამაზე დაფიქრება, იმიტომ რომ ხო ძალიან ის არის პოპულარულია რომ შვილი როგორც კი სკოლას დაამთავრებს უნდა გაუშვა სასწავლებლად საზღვარგარეთ და ეხლა მე თვითონ გამივლია ეს, ოღონდ 28 წლის ვიყავი და მახსოვს ეს რა არ იყო მარტივი, საკმაოდ რთული იყო და ეხლა 18 წლის რო ხარ და მშობელს როგორც წესით ესეთი გამოცდილება არ გააჩნია და ხდება გაიდეალიზება, აი რა მაგარია იქ სხვა ევროპაში, ამერიკაში ისწავლის და მხოლოდ აი ამ გამოცდილების დადებითი და ამ დროს შეიძლება ფსიქიკა დაინგრას. ამ დროს უბრალოდ ეს იმხელა სტრესია, ხო, სრულიად უცხო ქვეყანაში, სრულიად მარტო ზოგადად აი მახსენდება უცხო ენაზე ისწავლო, მოერგო, ანუ არ ვიცი ხა ზოგადად ეს კოლეჯში წასვლის ასაკითხლება ის ფაქტორად მახსოვს, სანდრო ვფიქრობდი რომ მშობლებისთვის ასე ვთქვათ, რჩევები არ დაგებძე რომ ბრუნდება შვილი, რას უნდა მიაქციოს, ვაი და იმხელა სტრესია ოჯახიდან მოწყვეტა. ანუ შენ ქვეყანაშიც რომ მიდიხარ, ხა ეს ამერიკული და ბრიტანული გამოცდილება, აი ბულიმიის დასაწყისი პირდაპირ კოლეჯთან რომ ბავშვი არ გამოდის, თუ შენ თანდასწრებით არ ჭამს, ხო? აი ეხა ეს ბევრი საერთოდ უცხო ქვეყანაში რომ მიდიხარ ბევრი ფაქტორია, რაც იწვევს ამ კვებით აშლილობას და ვისაუბრეთ ამაზე, ხო, მაგრამ გამოსავალი რა არის, ასე ვთქვათ, როგორ უნდა ძალიან კარგი კითხვაა და რთულია. ზოგადად ეხა აი იმის გამო რომ ეს კვებითი აშლილობები განსაკუთრებულად არის შეჭიდული ფიზიკურ ჯანმრთელობის პრობლემებთან, აი როცა არის მძიმე შემთხვევები, იქ აუცილებელია რომ ესე იგი მულტიდისციპლინური გუნდით მუშაობდეს. ეს არ არის მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის თემა, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ თუ ორგანიზმი ძალიან ესე იგი დაზიანებულია, უკიდურესად დაკარგულია წონა, იმის აღდგენას ცოდნა უნდა, იქ ნუტრიციოლოგის ჩარევა მნიშვნელოვანია, ენდოკრინოლოგი ასე შემდეგ. სუბუქ შემთხვევებში შეიძლება რომ მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი მუშაობდეს. თუმცა ეს არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც აი ძალიან სწრაფად დაძლევადია. ხო, აი ძალიან ხანგრძლივია და სტაბილურია. და ნუ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ქრონიკულიც იყოს და ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მოზარდის შემთხვევაში ოჯახთან მუშაობა. აი ოჯახ ეხლა მშობლებისთვის ურთულესი არის, ხო, როდესაც აი ხედავ რომ შენი შვილი რაღაცნაირად ჩონჩხს დაემსგავსა. ია და რა რჩევები მივცეთ მშობლებს, თქო, აი ადრეული ნიშნები რა შეიძლება იყოს, ადრეული იდენტიფიკაცია რა შეიძლება იყოს. ხო, მოკლედ კი ბატონო, მაგაზეც ვისაუბროთ, ანუ იმის თქმა მინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობელი პირველ რიგში რაღაცნაირად აი მოთმინება დართული ნათქვამია როგორ გინდა ამასთან მოთმინება გამოიჩინო, მაგრამ აი ეს რაღაცნაირად ჭიდაობას დიდად აზრი არ აქვს ხოლმე და მნიშვნელოვანია რომ აი მასთან ერთად რაღაც გამოსავალის ძებნაზე ვიყოთ ორიენტირებული. ნუ ადრეული ნიშნები, ნუ ცხადია ეხა თუ აი დიდხანს შედის თქვათ ტუალეტში, ან ჩუმად ჭამს, ან აი ვთქვათ მაცივრიდან ქრება რაღაცა დიდი რაოდენობით საკვები. აი თუ არის უკონტროლო უზომო ჭამის შეტევები, როგორც წესი ადამიანები იმენად განიცდიან და რაღაცა სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა. ან დიდი სტიგმა და სირცხვილე. ხო, და ჩუმად აკეთებენ. იმალებიან.
იმას იმალებიან. ნუ ანორექსიის შემთხვევაში როცა უკიდურესად ზღუდავს და ისო ჩაციკლულია კალორიებს. ანორექსია მგონია რომ უფრო მარტივად შესამჩნევია როცა ამის ძალიან დაბალ წონას და არ ჭამს. მაგრამ ჩვენ ხო გვინდა რომ იმ დაბალ წონამდე არ დავიდეს. ანუ და მანამდე რომ დავიჭიროთ, ხო, აი როცა სული ითვლის კალორიებს, არის ძალიან ესე თქვათ ჩაციკლული ამ საკვების მიღებაზე, შფოთვა და შიში წონაში მომატების. ეს არის ძალიან წამყვანი სიმპტომი და ასეთ დროს ზუსტად ალბათ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოჯახიც და გარემოც სკოლა მაგალითად ან რა ვიცი ის გარემო რომელშიც ეს ბავშვი არის წაახალისებდეს ამ ადამიანის ასე ვთქვათ თვითღირებულების ჩამოყალიბებას იმ მიმართულებით რომ მარტო ჩვენ არ ვართ მარტო ჩვენი სხეული გაცილებით მეტი ვართ. აი ამისთვის არის აუცილებელი ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ ეხა იმდენ პრობლემაზე ვისაუბრეთ, რა შეიძლება გამოიწვიოს კვებითი აშუქება, საერთოდ არ მიფიქრია მართლა, რომ რაღაცა ფაქტორებმა და გარემოებებმა შეიძლება ეს გამოიწვიონ. ხო, ნუ ეს არის ასე ვთქვათ ტრიგერს რომ ამბობთ, ხო? ანუ ბიზგი მისცეს და ეს განსაკუთრებით არის საზოგადოებრივ ან ისეთ ასაკში საერთოდ არ მეგონა თუ ძალიან ასაკი თავისთავად არის მოწყვლადობის ფაქტორი, ან რის ფაქტორი არის ასაკი ყველაფრის ზოგადად. და ამ გლობალიზაციის კონტექსტში ხა მშობლებმა არც ვიცით ჩვენი შვილები ინტერნეტში რას უყურებენ. ანუ იმდენად ნაკლები კონტროლი გვაქვს. ხო, რა ტიპის შინაარსებს უყურებენ? პირდაპირ არსებობს ესეთი საიტები, რომლებიც პროპაგანდა არის. პრაქტიკულად კვებითი აშლილობები. TikTok-ი საერთოდ გაუფილტრავია რა ხდება იქ. კი, სადაც არ არის ფილტრი. და ეს ის ასაკია, როცა წამყვანი არის განვითარების ჭრილში თანატოლების მხრიდან აღიარება. ხა მშობელი შენზე რას ფიქრობს, ნაკლებად გაინტერესებს. თუ ისეთ გარემოში ხარ, რომ ყველა პოპულარული გოგო ესეთი ძალიან გამხდარი და რაღაცა სტანდარტის მნიშვნელოვანია, თქო გაიზარდა მამაკაცებშიც. კი ბატონო, კი. ადრე იყო მითხრა მხოლოდ ქალებში. კი ბატონო, ხა აი ისე ვიმეორებ, რომ ბოლო სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ აი წინა გადასინჯვაში მაინც ითვლებოდა, რომ 10 ჯერ უფრო ხშირია ქალებში და თავის მხრივ ანორექსია უფრო იშვიათია, ანუ ბულიმია უფრო ხშირია. თუ შეიძლება ესე ზოგად პოპულაციაში ბულიმია შეიძლება აი ამ ამერიკულ პოპულაციაზეა საუბარი მოსახლეობის 1-2%-ს ახასიათებს, ანორექსია უფრო 0.6. ანუ ანორექსიამდე მისასვლელი გზა. მოდი არ ვახსენებ, უკონტროლო. მამაკაცებში ხო, აი მამაკაცებშიც რო გიპასუხო, უფრო მეტად ეხა არის აი ეს ტენდენცია კუნთების დაყენების და ესეც ვარჯიშის ამბავია, გადამეტებული ვარჯიში შეიძლება ჩავყავოთ. რაღაცა ტიპის, ასე ვთქვათ, სხეულის ინფორმების მიღება. 13 წლის ბავშვი. ხო, რაც დამკვიდრებაში ეხმარება. კი და არა ამ დროს მოზარდობის პერიოდია და სხვანაირი განვითარება სჭირდება და ბევრი რამე შეიძლება უსრულდეს ეს განსაკუთრებული ვარჯიში. ყველაზე მეტად შეიძლება დაზიანდეს ხო ამ დროს. ასე რომ აი გარემოს აქვს წამყვანი მნიშვნელობა, რას წაახალისებს გარემო, უშუალო გარემო და საზოგადოება და მასმედიასაც საბოლოოდ თუ სოციალური მედია. ყველას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით. რო ვიკითხო, თქვათ, აი თერაპიული რაჩარებები არის ეფექტური, ხო, ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობთ, სადაც ჯერ არ არის და ჯერ არის საჭირო, თქვათ, ეს მულტიდისციპლინარული კომპლექსური ხო, რა ტიპის თერაპიაზე ვსაუბრობთ ადრეულ ეტაპზე? აი როგორც მიმართოს მშობელმა, ვისაც ეჭვია შვილის ნუ ახლა საქართველოს ცოტა რთულია ანუ რა მიმართულება მაგრამ ნუ აი რაც ვიცით ახლა განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან ისე ვიმეორებ რომ აი ოჯახზე დაფუძნებული თერაპია ითვლება ანორექსიის შემთხვევაში ყველაზე უფრო ეფექტურად ხო მაგრამ როცა მათაც არ აქვს ინფორმაცია ვიღაცამ უნდა უთხრას ხო რა თქმა უნდა ანუ აი მშობლებთან მუშაობა იმიტომ რომ ხა წარმოიდგინეთ თუ თერაპევტი იმ თერაპიულ კონტექსტში რაღაცას ცდილობს და სახში რომ მიდის ის ბავშვი ისეთი კომენტარები და გზავნილები მოდის 100%-ით ჩავარი ხო ძალიან მნიშვნელოვანია ხო ანუ მშობლის აღიარებაც ხო შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ რაღაცნაირად ბავშვი ისეთ გზავნილს იღებს რომ იმისათვის რომ ყველაზე კაი შვილი იყოს ასეთი და ასეთი უნდა იყოს ხო ეს რა თქმა უნდა აი ეს უნდა შეიცვალოს ნუ უფრო დასრულებში ხარ ზოგადად ინდივიდუალური თერაპია კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ხარ რა ვიცი ფართე მოსახლეობისთვის შეიძლება გასაგებია იყოს ჩვენთვის გასაგებია მაგრამ აი ის მიდგომა რომელიც ასევე მუშაობს ამ არაჯანსაღი დამოკიდებულებების შეცვლაზე და აზრების შეცვლაზე რომელიც გვაქვს საკუთარ თავში და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მთავარია ქცევის შეცვლა იმიტომ რომ მე თუ ისევ
გავაგრძელე საკვების შეზღუდვა, ხო, ანუ ქცევის შეცვლაში უნდა გამოიხატო. აი ბოლოსკენ აუცილებლად უნდა გკითხოთ, რამდენად ეფექტური არის აი მაგალითად გინდათ თავიდან პირველ ეტაპზე ვთქვათ ჩარევა, ანუ გასაგებია რომ შეიძლება გრძელვადიანი იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ შედეგი და მე გამეორების რისკი თუ არის. კი ბატონო. აი ამ ყველანაირი მის ჩატარების შემდეგ. ანუ გამეორების და რეციდივის რისკი ყოველთვის არის, მით უმეტეს ვინაიდან ეს მდგომარეობა არის საკმაოდ შეიძლება იყოს ქრონიკული. იცით რა, როცა ადამიანის ღირებულებები, ასეთი ამ ღირებულებების შეცვლა, ასეთი მარტივი არ არის, ხო, მაგრამ ადრეული ჩარევა ეს ახლა ზოგადი ის არის, მოცემულობა არის, რა თქმა უნდა, კარგი ადრეული ჩარევა ყოველთვის გაცილებით. მაგრამ სანამ რამე განსაკუთრებული არ დაგვემართება, ჩვენ ხო არ მივდივართ ექიმთან. ამიტომ ნიშნავს რომ მშობლებს გქონდეთ გაცნობიერება. კი ბატონო, და სკოლებს მე ვიტყოდი, ხო? და სკოლა ხშირად არის ხოლმე ის რგოლი, რომელიც ინფორმირებას ახდენს მშობლებს, ხო? იმიტომ რომ სკოლაში ბავშვის ქცევა სხვანაირად ჩანს. და ოჯახის ექიმებს, პედიატრებს, ხო, იმიტომ რომ მართლაც აი ანორექსიის შემთხვევაში უფრო მათთან მივა ეს შემთხვევები პირველად. ხო, პირველი. წონაზე ინერვიულებენ, ციკლზე ინერვიულებს სხვა იმას ვერ. ხო, ბევრ სხვადასხვა იმაზე რო მშობლის როლი ასევე დამოკიდებულებაში, ხო, რომ არ სრულყოფილი არავინ არა ვართ და ვერ იქნება სრულყოფილი მიწოლით, რომ აბა მიდი ყველაფერი შეძლება. სილამაზეც მრავალფეროვნებაში. კი, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და ეს არის ზუსტად, ანუ რაღაცნაირად ეს ადამიანები თითქოს მსხვერპლი არიან აი რაღაცა გარკვეული გარემო ფაქტორების. ყველანი ვართ. ხო, ყველანი ვართ და ასე შემდეგ მსხვერპლები, ხო? ჩვენ მოვასწარით გაზრდა და უფრო ნაკლებად. ჩვენ სხვა რამე იმაზე